მაგრამ ის რო ახლა მე საქართველოსთან ჩამოვიყვანო ვინმე და აქ ვამუშაო, ჩემთვის მიუღებელია როგორც ქართველისთვის, იმიტომ რომ მინდა საქართველოში იყვნენ და საქართველოში იმუშაონ და საქართველოში ეცადოთ რომ ახალგაზრდებს შეუწყოთ ხელი. ვინაიდან საქართველოში ზოგჯერ არის რომ ვაკანსიას ვაცხადებ და არ მოდიან. ბევრი თანამშრომელი ჭირდება და არ მოდიან, იმიტომ რომ ბევრს არ აქვს ის განათლება, რაც უნდა მიიღოს და რაც ჭირდება კომპანიას და ვინც იცის კიდე საზღვარგარეთ მიდიან სამუშაოდ. ამიტომ კიდევ ერთჯერ სწორად რომ გაიგოს მოსახლეობამ, ჩემი სურვილი იყო, არის და იქნება, რომ მაქსიმუმ ვასწავლოთ ახალგაზრდებს და გამოვიყენოთ საქართველოს. მოხედავ, აუცილებელია განათლების მიღება, აი ინგლისური, რუსული, ჩინური, ეს ის ენებია, თუ იცი, არასდროს არაფერი არ გაგიჭირდება და ნებისმიერ სამსახურში შევიდე. თუ არ იცი ენა, მოყვალა, გერტყურს დაარყავ, ზღვაში წახვალ იბანავებ და იყვი დუბაიში ვიყავიო და წახვალ საქართველოში. ბიზნეს ვერ გააკეთე. უნდა მიიღო განათლება და უნდა იცოდე ენები, რა თქმა უნდა. საკმაოდ ამომწურავი პასუხები დამეცით ბატონო გელა. დიდ მადლობას მოგახსენებთ. ნახვამდის შეხვედრამდე. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო, მინი ნუმრე როგორ არის, შენ ახალგაზრდა ხარ, საკმაოდ ნიჭიერი ხარ, საკმაოდ განათლებული ხარ და შენი თვალით ხო ხედავ. თუ არა გაქვს განათლება მიღებული, აქ სამსახურს ვერ იშოვ. ხარ, აქ კი არა, ვერსად ვერ იშოვ სამსახურს. ამიტომ განათლებული ადამიანები ჩვენ გვჭირდება საქართველოში. და ეს განათლება იმიტომ უნდა მოვაღებიოთ ახალგაზრდებს, რომ საქართველოში დავასაქმოთ და საქართველოში იყვნენ თავიანთ ოჯახებში დასაქმებული. ეს ჩვენთვის ძალიან კარგია და მაგალითია ეს ერთ-ერთი და ახლა ყველა თუ წავიდა საქართველოდან მე მართლა ვიზარწეს საქართველოს, ხო? ამიტომ მინდა მოუწოდო ახალგაზრდებს განათლების მიღებისკენ, განათლებაზე უკეთესი არაფერი არ არის. მე ყველა ჩემს გამოსვლაზე ვამბობ, რომ სინდის, ნამოსი, პატიოსნება და ღირსება არის შენი ზურგი. თუ ეს არ აგაქვს და თუ მოიწვიე დუბაიში კი არა, სადაც არ უნდა იყოს. თუ მამა მოატყუე ერთჯერ, დედა მოატყუე, მერე ხო იცი რომ არ გემდობა. აქედან გამომდინარე, რომ გემდოს ადამიანი ბიზნესში არის რა. ბიზნესში ტყუილი თუ იცი, ბიზნესს ვერასდროს ვერ გააკეთებ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ავტომობილები ჩავიყვანოთ საქართველოში, აქ გავხსნათ ტურისტული კომპანია და ტურისტები ჩამოვიყვანოთ. დიდი მადლობა გევანდელი დღისთვის. მადლობა თქვენ. ბედნიერად.